ამ ვიდეოში განმარტავთ თუ როგორ შევადგინოთ ცეცხლის განაცხადი. დასაწყებად თქვენ შეგიძლიათ დააჭიროთ როგორც ამ ღილაკს მიმოხვილის გვერდზე, ასევე ამ გამოსახულებას. თუ თქვენ დააჭერთ ამ ღილაკს, ის გადაგიყვანთ ფორმაზე, რომელიც უნდა შეავსოთ ცეცხლის განაცხადის ინფორმაციით. პატარა კითხვის ნიშნები უზრუნველყოფს დამატებით ინფორმაციას. პირველ ველში უნდა ჩაწეროთ ცეცხლის პერიოდი. აქ უნდა ჩაწეროთ ცეცხლის რაოდენობა და ვალუტა. გადახდის პერიოდის შესწრა შეუძლებელია. თქვენ ყოველთვის უნდა გადაიხადოთ ამ მხოლოდ პროცენტი, ამ პროცენტია ძირითანხა ამორტიზაციასთან ერთად. ეს დამოკიდებულია იმაზე, რა ტიპის გადახდას აირჩევთ შემდეგ ველში. ძირის ბოლოს გადახდა ნიშნავს, რომ ყოველთვე იხდით პროცენტს და ამორტიზაციას, ხოლო ძირთანხას პერიოდის ბოლოს. ბოლო ველის საშუალებას გაძლევთ, რომ მიუწიოთ ცეცხლის მიზანი, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. თქვენ შეგიძლიათ იხილოთ გამოთვლის ნიმუში, თუ მიუწვდეთ საპროცენტო განაკვეთს მაგალითისთვის. როდესაც დააჭერთ გამოთვლას, თქვენ ნახავთ მითითებულ გადახდის გრაფიკს. ეს ფუნქცია მოგცემთ დაწესებულის შეგრძნებას, რადგან გეცოდინება თქვენი ყოველთვიური გადასახადი საპროცენტო განაკვეთის, ცეცხლის ვადის, ცეცხლის ოდენობის და გადახდის ტიპის გათვალისწინებით. მაგრამ იცოდეთ, რომ ეს არ არის დაკავშირებული შემოთავაზებებთან ან საბოლოო ცეცხლის პირობებთან, რომლებიც შემდეგ უნდა აირჩიოთ. შემდეგ უნდა მიუწვდოთ ინფორმაცია თქვენი ქონების შესახებ, რასაც სთავაზობ ცეცხლის დაცულობის გარანტიად. დააჭირეთ ლინკს ქვემოთ ველში. ამ ფორმაში თქვენ უთითებთ ქონების კატეგორიას, რამდენად აფასებთ, მის სამართს, საკადასტრო კოდს და სხვა ინფორმაციას. შეავსეთ აღნიშნული ინფორმაცია ყურადღებით, რათა გამსესხებლებს შეუქმნათ კარგი წარმოდგენა თქვენს ქონებაზე. თუ ქონება არ არის თქვენი, მიუთითეთ ინფორმაცია მფლობელზე და ადამიანზე, რომელსაც აქვს მინდობილობა. მნიშვნელოვანი დოკუმენტებია მინდობილობა, სურათები, ქონების გეგმა, მფლობელობის დამამტკიცებელი საბუთები. ფაილების ასაწვირთად დააჭირეთ ამ ღილაკს. ინფორმაციის შევსების შემდეგ ქონება გამოჩნდება ამ ცხრილში. თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ იმდენი ქონება, რამდენიც გსურთ. ასევე შეგიძლიათ დაარედაქტიროთ, შეცვალოთ პრიორიტეტული ქონება ან წაშალოთ ცხრილიდან. შემდეგი ნაბიჯი გაძლევთ საშუალებას, რომ მიუწვდეთ ფინანსური ინფორმაცია. ეს არაა აუცილებელი, მაგრამ ზრდის შანსს, რომ მიიღოთ მიმზიდველი შემოთავაზებები. თქვენ შეგიძლიათ მიუწვდეთ ინფორმაცია შემოსავლებზე, სიმდიდრეზე, ყოველთვიურ ვალდებულებებსა და გადასახადებზე. ფინანსურ ინსტიტუციებში ვალდებულებებზე ინფორმაციის შემოწმება შესაძლებელია კრედიტ ინფოს საშუალებით, ამიტომ დარწმუნდით, რომ უთითებთ სწორ ინფორმაციას. ყოველი ინფორმაციის დამატებისთვის უნდა ატვირთოთ დამადასტურებელი დოკუმენტი. კითხვების შემთხვევაში გამოიყენეთ live chat-ი, რათა მიიღოთ სწრაფი პასუხები. საბოლოო ნაბიჯი არის მითითებული მონაცემების გადახედვა. დარწმუნდით, რომ ყველაფერი სრულად გაქვთ შევსებული. იმისათვის, რომ გაგზავნოთ ცეცხლის მოთხოვნა, წაიკითხეთ წესების და პირობების გრაფა და მონიშნეთ წაკითხულად. შემდეგ დააჭერთ გაგზავნას. თუ გაქვთ დამატებითი კითხვები, მოიწერეთ დამხმარე ვიდეოები ან მოგწერეთ live chat-ში გვერდის მარჯვენა ქვედა კუთხეში.